აი ახლა უკვე მოვედი აი ამ ბოლო მე-15 რიგის ბოლოში და ნახეთ, აი ბოლო აი ამ თვალის თავზე მოგზოვე, ისევ ესეთი რელიეფური და აქ ცენტრალური თვალი გქონდათ, გახსოვთ აი ეს რელიეფურივით ესე გავაკეთე ძირი და მერე ორი თავისუფალი, ერთი და მეორე. აი მეორეში ჩავამაგროთ ესე შემაერთებელი თვალით. ეხლა მე მაინც ვფიქრობ, რომ მოგზოვოთ აი ეს ბოლო რიგიც, ეს აძლევს ძალიან ისე დაკბილულ კიდეს, ჩანთას. მოდით, აი ეს სუსუ ბოლო რიგი ნახეთ. აი ეს, ეხლა მე გაჩვენებთ თქვენ. აი ეს ნიშნები ნახეთ. აი ეს ნიშანია, აი აქ ცოტა ისე ჩანს, კარგად არ ჩანს, მაგრამ აი ეს პირველი ნიშანი პლუსი და თავზე ესეთი კლაკნილი ხაზი აქვს, ხო? ეს სიმბოლო ნიშნავს ინგლისურად ეძახიან reverse stitch, ანუ შეგცეული მიმართულებით მიდიხართ, მაგრამ უბრალოდ თვალი ნამატის გარეშე კი არ არის, კიდევ ცოტა ხვიას ვაკეთებთ და რუსულად რაჩის შაქს ეძახიან. აი ამ რიგს მოგსოვთ ახლა, ესე იგი როგორც გითხარით, აი აქედან მივდივართ აქეთ მხარეს მარცხნიდან მარჯვნივ. ახლა აქ ვიმყოფები, ხო? ახლა აქ მოგსოვ მე ერთ თვალს, თავისუფალ თვალს ბიჯისთვის. აი ესე. და თითო თვალში თითო თვალია, აი თუ დააკვირდებით, სულ ყველგან თითო, აი აქ თავმოკრული რო გაქვთ, იქ ერთი თვალი გაქვთ ხოლოდ, ხო? იმიტომ რომ საბოლოოდ ერთი თვალი მიიღება. აი ეს, ეხლა ნახეთ, აქ შეგიძლიათ იგივე თვალშიც შეხვიდეთ, იმიტომ რომ ეს ბიჯისთვის ეს არ არის ჯერ თვალი. ნახეთ, იგივე თვალში, აი აქვე შევიდეთ და აი ესე, თვალი ნამატის გარეშე. მომდევნოში, აი აქეთ, ხო? გამოიტანეთ. აი ეს თვალი ნამატის გარეშე. ესეთი გრეხილი კიდე მიიღება. ორივე კედელში შევდივარ, ნახეთ, დააკვირდით, ხო? აი ეს. აი ესე უნდა შემოყვეთ. ნახოთ, აქაც არ შეგეშინდეთ, რომ მოიკუჭება ან რაღაცა რახან მატებას არ ვაკეთებთ. არაუშავს, ესე უნდა თითო თვალში თითო თვალი. საკმაოდ მოცულობითი თვალია და მაინც შლის ნაკსოვს ესე კარგად. თითქოს აი ერთი და იგივე რაოდენობა თვლების, ხო, ორი რიგისთვის თითქოს მოჭიმვას გამოიწვევს ესე როცა წრიული ნაკსოვია, მაგრამ ეს საკმაოდ ესეთი ფართო თვლებია, ესეთი მოცულობითი და აი ეს ნახეთ როგორ გავიარე ეს ადგილი, ასეთი კიდე მიიღება. კარგით, აი ესე გაყევით ამ რიგის ჩაკეტვასაც გაჩვენებთ, იმიტომ რომ ესე შეუმჩნეველი რომ იყოს, ხო? არ იყოს ესე ცარიელი ადგილი, აი ეს როგორც აი ესე მიდის რეგულარულად, ასევე აი ეგ დამთავრებისას დავამთავროთ უნდა. აქ ხედავთ, ერთი თვალი გაქვთ ხო წვეროზე, ერთი თვალი, ჩვეულებრივი თითო თვალში თითო. აი ესე გაყევით და შემოგსოვეთ ეს კიდე. ძალიან ლამაზი კიდე იქნება. აი უკვე უახლოვდები პირველ თვალს და მოდით ნახოთ, აი ბოლო თვალია, მე მგონი ეს. ესე. ეხლა აქ ხედავთ, რომ აი ესე პირდაპირ ესე რო არ დაგვიმთავრდეს, ხო, კიდევ ერთხელ შევიდეთ. აი ნახეთ, ეხლა შევალმე. აი ამ თვალში, აი აქ. აი ესე. და კიდევ ერთხელ გამოვიდან. აი ახლა უკვე მორჩა, ნახეთ, აქ უკვე გრეხილი გაქვთ. ეხლა აქ ჩვენ შეგვიძლია მოვჭრათ ეს ძაფი. ფაქტიურად ეს აღარ დაგვჭირდება ჯერჯერობით, მე მგონი. ეს მოვჭრათ. და ეს გამოვატაროთ ეს ძაფი ამ თვალში და რა თქმა უნდა უკან წავიღოთ. აი ესე. აი ესეთი ნაკსოვი უნდა დაგიჩნდეთ, ხო? ესე. აქ კვანძი სასურველია უკან ყოველთვის რომ გქონდეთ. მოდით ჯერ აი აქეთ გავატარებ. აი ესე. ახლა მე გეტყვით უკვე დავიწყე ამ პლასტიკური ფირფიტის მიკერება და თან გაჩვენებთ ამასაც, რომ მინდოდა რომ ერთბაშად ეს ხა ჯერ კვანძი არ გამიკეთებია, ახლა გავაკეთებ კვანძს. აი ეს თავის თავში გაატარეთ და ამის მერე კიდევ შეგიძლიათ
ჩამალოთ. აი მეზობელ თვლებს შორის ესე გამოატაროთ. კარგით. ეხლა აი ესე შევხედოთ როგორ გამოიყურება. მეგონი ლამაზია ძალიან ესეთი. ნაკსოვი გაქვთ ძალიან ესეთი რელიეფური ლამაზია. საკმაოდ მყარიც არის. ეხლა ამის გარეშეც მე მეჩვენება რომ მყარია, უბრალოდ დიდი ზომის არის და ცოტა შეიძლება მაინც ესე არ დადგეს ესე რომ დააყენებთ, ხო, როცა უკვე მოქსოვილი იქნება ჩანთა, მაგრამ საკმაოდ მყარი ის არის ნაკსოვი. ნუ ჩემი ძაფით ესეთი გამომივიდა. ეხლა ნახეთ, აი აქ მე დავიწყე მიკერება. აი აქედან დავიწყე. ესე იგი რა თქმა უნდა, ნახეთ, მეგონი ჩანს, ხო, აქ კვანძი გავაკეთე ძაფის და ძაფის კვანძს რო გააკეთებ, ჯერ ნაკსოვში შედით, შემდეგ უკვე ამ პლასტიკურ ფირფიტაში ხვრელები, აი ბოლო რიგში ხვრელები რომ არის, იქ გავატარე. ვამაგრებ, ნახეთ, არახან ჩვენ ახლა აქ რელიეფური ნაკსოვია, ნახეთ, ზოგი ამობურცულია, ზოგი ჩაბურცული და სადაც უფრო ახლოს ეხება, ხო, ფირფიტას, აი ეს ფოთლებივით, აი ეს ნახეთ, ეს ადგილები. მხოლოდ ამით მაქვს მიმაგრებული. ესე იგი აქ რამდენჯერმე ჩავედი, ამოვედი, ანუ კარგად დაამაგრეთ ეს ადგილი, მერე ნახეთ ნახტომია. აქ ეს აღარ მივამაგრე, რომ შეინარჩუნოს ესე ლამაზი ფორმა, ნახეთ, აქ ამობურცული უნდა იყოს, ხო? თუ ესე მივაწებებ ძალიან თითქოს დაბრტყელდებასო. ამიტომ მხოლოდ იმ ადგილებით მივამაგრე, სადაც უფრო შეხებაში ისედაც მოდის თავისთავად. ესენი დავტოვე, აი აქ არ არის ნაკერი, ხო? სამაგერ ძაფი აი აქ გადის, ხედავთ, აი აქ გადახტომილია ესეთი. აი ამ ადგილებით არის მიმაგრებული, აქ რამდენჯერმე 1 2 3 4 ესე შესვლები. კარგით, აი აქ მოვედი ახლა მე და მოდით ნემსში ისევ გავატარებ, იმიტომ რომ დამთავრება მინდოდა რომ მეჩვენებინა და გამოვაძვრე ნემსი რომ მაინც არ ყოფილიყო ესე საშიში. ეს საკერავი, ეს არის საქარგავი ძაფია, მაგრამ სასურველია ის ფერი შეარჩიოთ, რაც თვითონ ძაფი გაქვთ, აი ეს ძირითადი რითაც გსოვთ. მოგსოვეთ ეს ჩანთა, ხო? აი ნახეთ, შეუმჩნეველია ძალიან. ეხლა აი ნახეთ, სად ვარ? აი აქ ვარ გაჩერებული, ეხლა მოდით მე მივუახლოვებ და ცოტა დავიჯდები, ჯობია რომ ესე უფრო მოხერხებულია. აი ესე. აი აქ ვარ, ხო? აქ ამოვიტანე ეს ძაფი, ეხლა აქვე ჩავიდე, უბრალოდ ეხლა ამოვიტანე, ხო? ეხლა გადავახტები მე ამ ადგილს, ნახეთ, აქ რამდენჯერმე უკვე გამოვატარე და ეხლა გადავახტები, აი სადაც მოთ ესე კარგად დააჭირე და აი რაც თავარია ცენტრი, რომ დაემთხეს აი ნაკსოვის ცენტრს, აი ამითი იმწვანეთ, რომ ეს არის ესე არ გაგექცეთ, ხო? ეს უნდა მიაკეროთ ზუსტად ცენტრში იჯდეს და აქ უკვე სწორად გექნებათ მაგ შემთხვევაში. აი ხა მე ზემოდან რო დახედავთ ეს ზემოდან ამისი ფირფიტის ცენტრი და ნაკსოვის ცენტრი რო ერთმანეთს ემთხვეოდეს. ეხლა აი აქ ნახეთ, სადაც ეხება, აი ეს ნაკსოვი ეხება ამ ადგილებში და აქ შევდიოთ მთლიანად გამჭოლი, აი მთლიანად. არ შეგეშინდეთ, მაინც კარგად გამოგივათ, იქ წინიდან არ ჩანს ესეთი რელიეფური ნაკსოვია, რომ მაინც კარგად გამოვა. ეხლა აქ შეგიძლიათ ან ერთი უჯრა გამოტოვოთ, ან ორი უჯრა. აი ამ ფირფიტაზე. აი ესე. ესე მიაკერეთ, ხო? მეგონი რთული არ არის. აი ესე. ესე ორმაგი ძაფი მაქვს, ერთი წვერი არა მაქვს, მაინც ესეთი ცოტა ძიმე ეს არის ნაკსოვი, რაც არის საკმაოდ ძიმეა და კარგად რომ დაიკავოს, ჯობია ორი წვერი აიღეთ, ხო, ეს ძაფი. კარგი, ეხლა გადავხტები ისევ აი აქეთ შორს, მოდით კარგად ნახოთ. აი აქ. ხედავთ, ხო, რამდენჯერმე გამოვატარე, უკვე ეყოფა. ეხლა აქვე ცოტა ეხლა უკიდან წირო გამოდიხართ, ესე უნდა მოხდეთ, ერთ რიგს მივყვები, ბოლო რიგს, აი ფირფიტაზე რაც ამავს. უბრალოდ აი ამითი ვასწორებ ხოლმე ცენტრი, რომ ემთხვეოდეს ცენტრს. მე მგონი ჩანს, ხო? აი ეს ფირფიტის ცენტრი, ნაკსოვის ცენტრს უნდა დაამთხვიოთ ხოლმე. ამითი გაასწორებთ თუ
ვთქვათ, არასწორად მიდიხართ მიკერებით. აი ესე. მოკლედ ესე შემოყევით თქვენს მეორე ნაწილსაც ესევე უნდა მიაკეროთ. ორივე. თუ გინდათ რომ იყოს მყარი, თორე ისე ფიქრობ ცოტა სხვა სტილის ჩანთა გამოვა. ნუ ისეთი ბოჰო სტილის რომ ეძახიან ისეთი თავისუფალი. ეხლა აქ კიდევ ერთხელ მინდა მაინც ჩავალ. კიდე ესე რო ამოდიხართ, მაშინ შეგიძლიათ უკვე გადახვიდეთ შემდეგ აი ესეთივე ფოთოლზე აი აქეთ ხო? აი ესე ეხლა ესე გამოვტოვებ ამ ინტერვალს და პირდაპირ აქაც თან უყურებ და აქ პირდაპირ აი აქ აი ნახეთ ამ ხელა ადგილი ესე აქსოვი არ გავაკეთე პირდაპირ გადავედი. აი ესე გაყევით ეხლა ბოლომდე მიაკერეთ. აი უკვე მზად გვაქვს ნახეთ ეს ერთი ნაწილი ჩანთის ეს მეორე. რა თქმა უნდა ეს ერთმანეთის მიმართ ესე შიგნით მოხდებიან ეს პლასტიკური ფირფიტები. ეხლა მე დავიწყებ ერთი მხარიდან მიქსოვას, აი გვერდითი ნაწილისას და შემდეგ უკვე მივაქსოვთ როცა გარკვეულ სისქეს მოვქსოვთ, შემდეგ მივაქსოვთ მეორესაც. ეხლა გეტყვით. აი აქ ჩვენ ვაპირებთ აი მიქსოვას ნახეთ. ეხლა მოდით ჯერ ერთი ავიღოთ ეს. რა თქმა უნდა მეორეც შესაბამისად იგივე რაოდენობა გვაქვს, ხო ესეთი თითქოს რაღაც ესეთი ორნამენტებია, ხო? ეს რაოდენობა ერთნაირი აქვს ორივე, ხო, ზუსტად. ხა ჩვენ გვინდა აი ესე დავდოთ, ნახეთ. აი ეს ორი ცალი, აი ესეთი, აი ესეთი. აი აქ იქნება ცენტრი. ეხლა მე დამჭირდება ნიშნულები და თქვენც გამოიყენეთ ეს ნიშნულები უფრო ადვილად მიხვდებით. ესე იგი, საიდან ვაპირებ ესე იგი, გვერდითი ნაწილები რომ მივაკერო. მივაქსო უფრო სწორად. აი აქ ცენტრი გვაქვს, ხო? აი ამას არ ვეხებით და შემდეგ აქ ცენტრი, აქ ცენტრი. აი ესე. მოდით ჯერ აქ დავამაგრებ, ხო? ესე იგი შუაში გრჩებათ ორი აი ესეთი სრულყოფილი ესეთი ფრაგმენტი. და კიდევ ნახევარი. აი აქ მოდით დავამაგრებ ახლა. აი ამ ადგილას ესე შეგიძლიათ მაინც ცენტრალური სვეტის თავზეც არა ცოტა კიდე გადავხვიდეთ. ეს თქვენზეა პრინციპში დამოკიდებული, მაგრამ სქემაზეც ესეა ნაჩვენები და მეც სახელური როგორც მოვაზომე, ესე უფრო კარგად გამოდის. აი ეს ცენტრი გაქვთ, ხო? ერთი აქეთ, აქ ნახევარი. აი აქ ცენტრი, ერთი და კიდევ ნახევარი. აი აქ სადღაც. აი ესე. ნახეთ, ეხლა მოდით გაჩვენებთ სახელური როგორ ჯდება, თან რო შეხედოთ, ხო? აი ესე ჯდება სახელური თქვენი. აი ეს. ნახეთ რა ლამაზად ადგება ზუსტად ესე კარგად. შეგიძლიათ უფრო, მაგრამ აქ ნახედავთ, აი რაც უფრო ქვემოთ ჩახვალთ, უფრო აქ აღარ გრჩებათ გადასაკიდებელი. აი ეს არის ყველაზე ოპტიმალური ადგილი, სადაც შეგვიძლია რომ აი აქ ხა რატო ვაზომებ, აქ რახან გვექნება გვერდითი ნაწილი, ზუსტად იმ გვერდითი ნაწილს უნდა მივამაგროთ ეს სახელური. კარგით. ეხლა დავიწყოთ, ხო? იგივე აი ეს ნახეთ, იგივე ძაფით. ეხლა მე დავიწყებ აი ამ ხრიდან. სადაც ჩავარჭვეთ ეხლა ჩვენ ნიშნული. ეხლა ფაქტიურად მე აღარ დამჭირდება ეს ნიშნული, ეხლა რაც როგორც კი დავიწყებ ქსოვას. პირველი ესეთი ყოლფი გააკეთეთ. ანუ პირველი თვალის როლში იქნება თქვენთვის. და მოდით მივუახლოვებ ცოტას. ეხლა როგორ შევალთ, ნახეთ. აქ აი ესე ამოვიღებ. ცენტრალური აი თვალი სადაც იყო, აი იქ ვაპირებ. ესე გადმოატრიალეთ და ნახეთ ეხლა აი კარგად მოძებნეთ. აქ გახსოვთ ბოლო რიგი ესეთი დაკბილული გავუკეთეთ. აი ესე შედით, ნახეთ? ხედავთ? იქ უკვე სვეტია, ქვემოთ სვეტია. აი თითქოს განჭოლავთ ესე. ამას არ ვეხები მაინდა-მაინც ბოლო რიგს, აი ამ რიგს ტოვებ, იმიტომ რომ ლამაზი კიდე არის, ზუსტად ეგ აძლევს სილამაზეს. ცოტა ქვემოთ. ეს ზემოთ დარჩება ეს თქვენი დაკბილული კიდე. აი ესე. ეხლა ეს თქვენი ყოლფი, ანუ პირველი თვალი გამოიტანეთ და კიდევ ერთი თავისუფალი თვალი.
ეხლა რას ვაპირებთ? ეხლა აქედან ჩვენ გავყვებით და მოვგზავნოთ თვლებს ნამატის გარეშე. მოდით იგივე თვალი, ესე იგი, აქ კიდევ ერთხელ შევალ, მოვგზავნ უკვე თვალს ნამატის გარეშე. ეს როგორც ბიჯის თვალი იყო პირველი თავისუფალი თვალი. ზუსტად იგივე ადგილას. თან ეცადეთ ეს ძაფის ბოლო ამ დროს ჩააყოლოთ, რომ არ იყოს მერე ცალკე დასამალი. აი ესე. ეხლა შემდეგი კიდევ კარგად შეხედეთ. ეხლა აი ესე. ეხლა აქ ვიყავით, ეხლა აი აქ. აი ესე. თითქოს ცოტა დიაგონალურად შესვლა გამოდის. აი ეს, ისე თვალი ნამატის გარეშე. შემდეგი. აი ესე. ესე იგი თითო აი სვეტს და სვეტს შორის თითოჯერ უნდა შეხვიდეთ ყველგან. აი ესე უნდა გამოგივიდეთ ნაკსოვი. აბა დააკვირდით კიდევ. თან მე ახლა ძაფს ვაყოლებ, უბრალოდ ეს ძაფი ცოტა გვიშლის, ახლა რო კარგად დაინახოთ თქვენ, მაგრამ აი ეს ნახეთ. აი აქ ხო ვიყავი შესული. აი აქ ვიყავი შესული. ეხლა აქ და აი თითქოს დახრილად გადიხართ. აი ეს. თვალი ნამატის გარეშე. სულ ესე თვლები ნამატის გარეშე. სანამ არ მიუახლოვდებით მომდევნო ნიშნულს. აი აქ ხო ქონდა თვალი, ხო? შემდეგი იქნება აი აქ მომდევნო და ქვემოთ. ანუ საკმაოდ რაოდენობა ძაფებისას შემოული. ანუ ისე არ გააკეთოთ, რომ ერთ ძაფში შეხვიდეთ, ხო? აი ეს. აქ ხო ვიყავით ახლა? აი აქ, ოღონდ ნახეთ, აი ახლა რომ არ შეგეშალოთ. აი ესე კი არ შეხვიდეთ, ნახეთ ერთი ძაფი როგორ დაგრჩეთ ისე. ერთი ძაფი არ არის კარგი. აი ასე, ცოტა დახრილად და თითქოს სვეტს შემოუარეთ, ისე გამოდის. აი ეს. აი ეს. და თვალი ნამატის გარეშე. აი ესე გაყევით ახლა. იმედია რომ კარგად ჩანს. მოდით კიდევ ერთხელ. აი აქ აქედან ამოდის ხო ძაფი, ესე იგი შემდეგი და აი ესე. საკმაოდ ეს არის ბევრი რაოდენობა ძაფებისა, საიდანაც აი ესე ამოყავს მე სამუშაო ძაფი და თვალი ნამატის გარეშე. ეცადეთ რომ ერთნაირი ზომის თვლები გამოგივიდეთ. აი ესე გაყევით ახლა, სანამ არ მიხვალთ ნიშნულის ადგილას, მეორე ნიშნულის. აქ უკვე მოხსენით, ხო ნიშნული. აქ შეგიძლიათ ახლა ნიშნული მიზნით დავამაგროთ, რომ მე რამოდენიმე რიგი უნდა მოგსოვოთ, ხო, რომ მივცეთ სისქე ამ ჩანთას. ნახეთ, ერთი ბიჯის თავისუფალი თვალი და აი ეს არის სინამდვილეში თქვენი პირველი თვალი ნამატის გარეშე. ეს გააკეთეთ მაინც. ესე გამოგადგებათ, უფრო მოხერხებული იქნება თქვენთვის. აი ახლა აქ და აი აქ. აი ესე შემოყევით. აი სანამ არ მიხვალთ აი ამ ნიშნულზე, ხა აქ ნიშნულის ადგილის კარგად მე მგონი ცოტა უკან წავედი მე, აი ზუსტად ცენტრალურში ჯობია, ხო? აი ცენტრალური, აი ეს არის სვეტი. აი აქაც აქეთ უკანა მხრიდან ამოიყვანთ როგორც აი ესე და აქ გავჩერდებით, უნდა მე მოვტრიალდებით. მოდით ჯერ ეს რიგი გავყვეთ. აი ფაქტიურად ვამთავრებ ახლა ამ რიგს, ნახეთ, მართალია, აი აქედან გავედი, მაგრამ ამოვიყვანე ესე დიაგონალურად, ზუსტად სადაც ნიშნული იყო, აი ეს. მორჩა ეს ნიშნული მოხსნათ ჯერჯერობით. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის მოვტრიალდით. ისე ვაპირებ, რომ მოვგზოვო ორივე კედელში შესვლით თვლები ნამატის გარეშე. ეს ერთი თვალი პირველი იყო ბიჯისთვის თავისუფალი თვალი მოგსოვეთ. შედიხართ ორივე კედელში და თვალი ნამატის გარეშე. აქ ახლა რა თქმა უნდა დავაბრუნოთ ჯობია ეს ჩვენი ნიშნული. აიც ესე. აი ესე და ვაგრძელებთ. ესე იგი გვსოვთ იმდენ რიგს, აი ესე ზუსტად ასეთივე მოტრიალებით ხო თავისუფალი თვალი ბიჯისთვის და იგივე თვალში თვალი ანუ თავისუფალი თვალი საიდანაც ამოვიდა ხო იგივე თვალში თვალი ნამატის გარეშე და აი ესე თითო თვალში თითო თვალი ორივე კედელში შესვლით ხო აი ორი კედელი სადაც შევედი
აი ესეთი აქეთ-იქით უნდა ვიაროთ ამ ნიშნულებს შორის. იმდენი რიგი მოგსოვეთ რა სისქეც გინდათ რომ თქვენ ჩანთას გქონდეთ. ეხლა გაითვალისწინეთ რომ ესეთი ბრტყელი ჩანთა მაინდა-მაინც მე მგონი თან ესეთ ადგილებში ვაკეთებთ აი ამ დაკავშირებას რომ ცოტა ხელი რო ადვილად ჩავიდეს აი ესე გაითვალისწინეთ ხო მეც ახლა ნახოთ აი რამდენი რიგი იქნება ესეთი ოპტიმალური რომ მოგსოვოთ აი ესე იგი რიგები მოგსოვეთ თვლებით ნამატის გარეშე ეხლა ფიქრობდი რომ ხო არ მომექცევა თვლები ნახევრად ნამატებით უფრო სქელი გამოდის ხოლმე მაგრამ ფიქრობ ეს საკმარისია აი ნახეთ ძალიან ისეთი სქელი ძაფი მაქვს და არ არის მეტი საჭირო ესე უბრალოდ თვლები ნამატის გარეშე ესე მოგსოვეთ აი ეს მეორე რიგია ახლა კიდევ რამოდენიმე რიგი იქნება საჭირო ისევ ნიშნულამდე ხო ნიშნულთან რომ მიხვალთ გააკეთებთ თავისუფალ თვალს ნიშნულის ადგილას მოდით ნახოთ აბა აი ზუსტად ნიშნული ეს არის პირველი თვალი ხო აი აქ რომ მოხვალთ ნიშნულის აი ამ თვალიდან ამოიყვანთ თვალს ნამატის გარეშე ორივე კედელში შესვლით ხო და მე მოგსოვთ ერთ თავისუფალ თვალს მოტრიალდებით და იგივე თვალიდან ანუ თვლების რაოდენობა არ უნდა შეგეცვალოთ სულ ყველა რიგში ერთ და იგივე რაოდენობა თვლების უნდა გქონდეთ ესე გაყევით აი ეს ჩვენი ნაკსოვი ნახეთ ახლა გეტყვით 1 2 3 4 5 6 რიგი მოგსოვე და მე მგონი რომ ეს საკმარისი სისქე იქნება აი ესე გამოიყურება ეს ჩვენი ჩანთა აქ რა თქმა უნდა თუ გინდათ სარჩული გაუკეთოთ ესეთი მრგვალი ნახევრად მრგვალი ანუ ფლათ აი ვფიქრობ რომ ბოლომდე და ესე დაფარო არ არის საჭირო მაგრამ აი ეს რო გადაუაროს აი ეს სიმრგვალის ესე ჯიბესავით შეგიძლიათ რომ შეკეროთ აი აქ იქნება ნაკერი ხო ამ ჯიბის და აქ იქნება ღია და აი ამას მიაკეროთ უბრალოდ ეხლა ვფიქრობ რომ ეს ჯობია გააკეთოთ როცა უკვე ამათ ერთმანეთზე მიამაგრებთ და აი ამ ადგილებით შეგიძლიათ მხოლოდ მიაკეროთ და აქ იქნება ჩვეულებრივ ჩამოკიდებული ხო ის სარჩული ანუ აი აქ ღია ესე ამ ადგილით მიაკერებდით სარჩულს და ამ ადგილით და დანარჩენი ესე ჯიბესავით იქნებოდა შიგნით მაგრამ ეხლა ჯერჯერობით მე ვაპირებ ესენი ერთმანეთს მივამაგრო უკვე ორი ნაწილი ნახეთ აი ესეთი ეხლა ამისათვის მე მოვჭრი ძაფს აქ ვფიქრობ რომ აი ესეთი სპირალურად დავაკავშირო და როგორც ვაკეთებთ ხოლმე ამ სპირალური დაკავშირებისას დაახლოებით ესე სამჯერ მეტს გავაკეთებ აი რაც კონტური გაქვთ სადაც გინდათ რომ ეს მიკერება გააკეთოთ აი ესე შემოუვლით ერთი კონტური და ეხლა ამას გავამრავლებ სამზე მიახლოებით ესე ჯობია მოგრჩეთ ვიდრე აი ეს ორი და ეხლა აქეთ ისე ხედავთ ხო აი ესე გამოყვები და აი ესე აი აქ მოვჭრი ახლა მე ამ ძაფს ანუ სამაგია ვიდრე აი ეს კონტური საიდან სადამდეც აი ამათ შორის ხო ნიშნულებს შორის ვაპირებ ახლა მიკერებას კარგით ახლა მიკერებას კი ვაპირებ შეიძლება აი ეს ნაღი გამოვიყენო იმიტომ რომ ის ცოტა მსხვილ ყუნწიანი ეს უკვე გამიტყდა იმიტომ რომ ესეთი პლასმასის იყო და მოკლედ ახლა მე მომიწევს ამას ეს გავაკეთო უკვე ყაის ნაღით აქ ნახეთ ბოლოს რომ მოვედი ეს ჯობია გირჩევთ რომ გაატაროთ აი თავისივე ეს ამ თვალში აი ესე ძალიან დაფიქსირებს კარგად და ახლა ნახეთ აი ესე რა თქმა უნდა წაღმა მხარები გარეთ უნდა გქონდეთ და ახლა სად უნდა მივამაგროთ ნებისმიერი აი ესეთი ფოთლები სადაც გაქვთ როგორც გახსოვთ ხო აქ ჩვენ მქონდა შუაში აი ამ ფოთლის შუაში აქაც ისე ნებისმიერი ფოთლის შუაში არ აქვს მნიშვნელობა როცა გაყვებით თვალი თვალში თუ გააკეთებთ ისე გამოვა რომ მოხვალ ზუსტად აი ამ ადგილას ნახეთ როგორც მეორეს მქონდა აი ესე ორი ფოთოლი გექნებათ და ნახევარი აქეთაც აი ესე ორი ფოთოლი აქ ნახევარი აი ესე
გეკნებათ მიმაგრება. თორე აირჩიოთ ახლა რომელიმე ადგილი, საიდანაც დაიწყებდით. მოდით ახლა მე ესე ვაპირებ, რომ ესე გავაკეთოთ. მოდით ნახოთ. აქ ახლა ესე იგი ძაფის ბოლო გაქვთ თავისუფალი თქვენ, აი ეს ბოლო, ხო? და ესე იგი ნებისმიერი ფოთლის შუა ნაწილი. და ეხლა სპირალურად, აი სპირალურად მინდა უფრო ესე ვფიქრობ, რომ უფრო კარგად გამოვა. აი აქედან. რა თქმა უნდა, უფრო მოხერხებული იქნებოდა ნემსით, მაგრამ რახან ნემსი ეხლა არ მაქვს მე ესე, აი ისეთი, რომელიც აი ესეთი ნაკსოებისთვის გამოიყენება. აბა კიდევ ერთხელ ნიშნული, ისე კარგი იქნებოდა ნიშნული. აი ეს არის ცენტრალური. აი აქ. და აქედან თუ შეხედავთ, აი აქ. აი ესე გამოვიდა, ნახეთ. აი როგორც პირველი თვლების აკრეფისას, ხო? აი ეს, ნახეთ, მიახლოებით თითქოს დაწოლილი ესე დიაგონალზე მიყვებით. მედი რომ ჩანს კარგად, ხო? აი ესე. შემდეგ აი ამაში კიდევ ერთხელ გავატარებ მე, ნახეთ. აი ესე. ბოლომდე უნდა გამოატაროთ, ხო? ეხლა მეორე იმაზე გადავალ, ესე იგი სვეტზე. ეხლა აქედან თუ შეხედავთ, ნახეთ როგორ გამყავს, აი ესე გამყავს. აი ესე. კარგით. აი ესე. და კიდევ კარგად შევხედავ. აი აქ მქონდა გატარება. ეხლა აქედან აქეთ. აი ესე გამოდის, ხო? ოღონდ თუ აქეთ ამ მხრიდან. როგორც მე ვაკეთებ, აი აქ მაქვს ხო უკვე ძაფი, აი აქ. ესე იგი აქედან ზემოთ ამომყავს, ხო? აქედან აქ შამყავს შიგნით და აქედან ზემოთ ამომყავს, ეს არის თავარი, რაც უნდა გააკეთოთ. აი აქ უკვე აქ გადავალ, ხო? იმიტომ პირველად მის წინა თვალში. ასე ჩავიტანე. ასე და ეხლა ამოვიტან აი აქ მეორე მხრიდან. აქეთ მხარეს ამოყვანა გვჭირდება, ოღონდ ეხლა არ გამოვტოვოთ არც ერთი თვალი, ხო? ნახეთ, აქ ხო იყავით, ეხლა აი აქ და აი აქ. მის მეზობლად პირდაპირ არც ერთი თვალი არ უნდა გამოტოვოთ. აი ესე. ესე უნდა გაყვეთ. აი ესე, ეხლა ჩავიტან. აი ნახეთ უკვე ეს ყველაფერი მივაკერე, ნახეთ როგორ გამოიყურება ახლა. აი ესეთი ძირი გვაქვს და არც ისე განიერი, ანუ გვერდით ესე მხარზე გადაიკიდებთ, ხო, მაინდა-მაინც ესეთი მოცულობითი არ არის, მაგრამ აი ხელი ადვილად ჩადის. აი ხა გეტყვით რა სიგანის არის და თუ ახლა თქვენ მოგწონთ ესეთი ზომის, აი დაახლოებით ესე 3 სანტიმეტრი არის სიგანე. აი რაც მოგსოვე ეს გვერდითი ნაწილი. სუმთრიანად გვაქვს 30 სანტიმეტრი არის. კარგით, დიამეტრი, ხო? ეხლა მე მინდა რომ უკვე მივამაგროთ სახელური. აი ეს ჩვენი სახელური. ერთი მხარით, ესე იგი, აქ მე ახლა არ მოვჭერი ძაფი, თქვენც გირჩევთ, ახლა მე ვცდილობ ხოლმე რომ არ მოვჭერა ესე ხშირად და აი აქ ამ ძაფს გამოვიყენებ რომ მივამაგროთ ან. ესე იგი, ახლა ჯობია ეს ძაფი ჩვენ კარგით გამოვატაროთ ერთი სვლა ესეთი გავაკეთოთ და ისე უკან ჯობია რომ მოხვდეს, ხო, ძაფი. ნახეთ, ახლა ისე უკან გავიტან, ოღონდ იმის მერე რაც გაატარეთ ამ რგოლში, ხო? უკან გავიტან. და ახლა ნახეთ, აი შემდეგი ეს თითქოს თვალივით ესე გამომივიდა და ესე უნდა გავაგრძელოთ. ახლა რამდენიმე ადგილას არ ვიცი, ახლა აი ისე რომ მოახვედრეთ ცენტრში, აი თქვენი აი ამ ზოლის სისქის მიხედვით, აი ეს ზუსტად ჩდება პრინციპში, აი აქ კარგად ჩდება ძალიან. აი ეს დაიკავეთ ის ძაფი უკან, ახლა შედით სხვა თვალში, ხო? და ზემოდან, აი ეს ნახეთ, რგოლსაც გადაუვლით, აი ეს. ის ძაფი რჩება უკან, ნახეთ.
ეხლა შემდეგ თვალში. ეხლა შეგიძლიათ სპირალათაც გააკეთოთ, სპირალურად და შეგიძლიათ აქ თვლები დაგიჯდეთ. აი ნახეთ, აი მე ესე ვაპირებდი ახლა ნახეთ. აი ესე, ისევ გამოიტანთ. და ამაში აქ რაც თვალი დახვდა, იმაში გამოიტანთ. აი ესე. ახლა მოდით ესენი ისე დავალაგოთ, რომ თანმიმდევრულად იყოს ეს ძაფები ყველა. ახლა ისე მომდევნო თვალში აი აქ ზემოდან ხო ესე ზემოდან გამოყავდა აი ესე გამოიტანეთ აქაც გამოიტანეთ და ეს მოჭიმეთ რომ თვლები აქ აი აქ თვლები გიჯდებათ ესე პატარ-პატარა თვლები მაგაჩეთ და მეგონი კიდე ერთხელ შეიძლება აი ესე გამოიტანეთ და კიდევ ერთხელ გამოიტანეთ. აი ესე. და კიდევ შემიძლია მე მგონი რომ გავაკეთო იგივე. ესე იგი სხვა თვალში შევდივარ, მომდევნო თვალში ეს ზემოდან, ესე იგი სხვადასხვანაირ მოძრაობებით გავაკეთე ახლა მე. ჯერ ზემოდან გავუმაქ, მერე ქვემოდან გავუმაქ. მის მიხედვით. აი ნახეთ, აი ეს. ახლა ეს თვალი მე მინდა რომ უკან წავიღო. აი ესე. ჩავიდა და ამ ძაფს ახლა ეს ძაფი ხომ მოჭრილი გვაქვს აი ამას ნახეთ მოდ ამაში რგოლშია გატარებული შემოატრიალოთ აი ამაში ამ თვალში გამოვატარებ ესე როგორც კვანძ თავისივე თავში ესე მოჭიმეთ ოღონდ კარგად ეს თვალიო დაპატარავთ ეს ახლა რაც გავიტანეთ ხო თვითონ აი ეს ძაფი მაგაზია დამოკიდებული აი ეს აი მორჩა ესე არის ვფიქრობ რომ ეს საკმარისია რომ დაიკავოს ახლა მაინდა-მაინც დიდი ის არ ჭირდება ძალიან ხმევა რომ სიმძიმეებს რამდენიმე ესე იგი თვალით ესე დავაკავშირეთ ასევე გავაკეთოთ მეორე მხარეზეც მოდით მეორე მხარესაც გაჩვენებთ ახლა აქ მე პატარა ძაფი მორჩა ამიტომ ამას არ გამოვიყენებ და აი ესეთი ცოტა ესეთი საკმარისი რომ იყოს ხო ამ რამოდენიმე თვლის დასამაგრებლად ესე გააკეთეთ და პირველი თვალი აქ გააკეთეთ ესეთი ყულფი ახლა აქ უნდა მივამაგროთ ხო ძაფი არ გვაქვს ამ ადგილას აი ესე და აქ უკვე ჩვეულებრივად ესე იგი შედიხართ აი პირველივე აი რიგი სადაც გქონდათ შედით აი ესე და გამოიტანეთ ეს თვალი ახლა ამ თვალს ყურეთ, აი ამ ძაფს უკან ვახვედრებ. აი აქ გამოვიტან. აი ესე. და შემდეგ თვალში შედიხარ, ძაფი უკან არის. ხედავთ? მგონი დაიმახსოვრებთ ამ თანმიმდევრობას. აი გაატარეთ იმ თვალში და მოჭიმეთ ცოტა. შემდეგ მომდევნო თვალში, ნახეთ, ეს ძაფი აი ამ რგოლის გავლით და ისევ აქ. აი ეს. აი ეს. შემდეგი აი ესე შემდეგი ხა ისევ ზემოდან ესე იგი აი აქ შიგნით გაქვს და აქ კიდევ ზემოდან ან ბოლომდე არ გამოვყავს ხოლმე ეს ძაფის ბოლო ხედავთ უტოვებ ხოლმე რგოლის შიგნით მოჭრილ ბოლოს ძაფისას ესე კარგად რომ აქ ერთნაირი ზომის თვლები გქონდეთ აი აქ რაც მიიღება ესე ახლა აქეთ ქვემზე მომდევნო თვალიდან და მე მგონი მორჩა აქ სამი გამოგვივიდა აქეთ მე მგონი ხო აქაც აქ ცოტა მეტია ნახეთ სამი და კიდევ ერთი ხაზია კარგით მოდით კიდევ ერთხელ მაგრამ აქეთ ცოტა უკან წავალთ მაშინ აი აქედან გამოვიტან ამ ძაფს აი ეს თვალი და მაშინ აი ესე პირდაპირ წავიღებ ამას უკან აი და ესე გამოვა სამი თვალი და ერთი ესეთი ძაფი უკან წავა მაგრამ აქ მაინც მინდა რომ ისევ აქეთ გამოვიტანო იმიტომ ერთი ძაფი ძალიან ის არის როგორც ხედავთ აი როცა თვალით იწყებთ ხო ზუსტად თვალითვე ამთავრებთ ახლა რახან მინდა რომ მივამსგავსო მეორე სახელურს
აი ეს გავიტან და მორჩა. აი ამას უკან კვანძს გავაკეთებთ. აი ეს არის სულ. ნახეთ, აი ესეთი თქვენი ჩანთის სახელური. აქ შეგიძლიათ შესაკრავი მოიფიქროთ რამე, ნახეთ, მე ესეთი ღილი მაქვს, ნახეთ, აი ამ ფერებში რო ჩაჯდეს. შეგიძლიათ ასევე ხის აი ესეთი ბურთულები არის, ნახეთ, თვითონ აი ეს როგორიც არის, სასურველია ესეთი. კარგით მე მოვძებნი სადღაც მაგ და აი აქ თქვა თუ გინდათ რომ სამაგრად გააკეთოთ, მაგრამ ისე ეს ყვავილების ეს ფურცლები როგორც არის განლაგებული, მე მგონი არ ითხოვს აქ შესაკრავს. თუ მაინდა-მაინც შეგიძლიათ აი მაგნიტური შესაკრავი აი აქ დაამაგროთ და ასე შეკრათ ხოლმე. მე ისე ვფიქრობ ახლა რომ ზედმეტის არ არის აქ საჭირო შესაკრავის გადმოფენა. ძალიან ლამაზი უზორია და იყოს ესე. კარგით, აბა დაგემშვიდობებით. წარმატებები.